ძალიან საინტერესო ორდღიან მასტერკლასზე ვიყავ. სადაც გამოტანილი იყო რამოდენიმე პაციენტის სრული პროცესი, როგორ ებრძოდნენ აი ამ უკონტროლო კვებას, binge eating-ს. ყველაზე კარგად იმუშავა CBT, ეს არის კოგნიტიური ქცევითი თერაპიები. და აი ამ CBT-ს პირველი აი ეს პროტოკოლი ზუსტად აი ამ binge eating-ში და უკონტროლო კვებაში იყო აუცილებლად სამივე კვების შენარჩუნება. კონტროლო კვების ეპიზოდზე, როდესაც თერაპევტი ჩაკითხვას აკეთებდა, ან საუზმე იყო გამოტოვებული, ან რომელიმე ძირითად კვებაზე, ან ნაკლები იყო მიღებული ძირითად კვებაზე. შესაბამისად, აქედან არის დასკვნა, რომ ერთი რომ როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთი ეპიზოდები უკონტროლო კვების, ან როდესაც თან ახლავს ფიზიკური შიმშილიც, შეუძლებელია რომ გაუმკლავდეს ადამიანი მენტალურად აი ამ კონტროლს, რომ ანუ ეს მენტალური და ფიზიოლოგიური შიმშილი რო ერთმანეთს ებრძვის, იმიტომ რომ დღის განმავლობაში ძალიან დაიღალა და საღამოს რო ეხშენადგა და პორცია აკონტროლო არის შეუძლებელი. ჩემზე რაც არის დამოკიდებული, მოდი ჩვენ ის გავაკეთოთ, რომ ფიზიოლოგიური შიმშილი არ დავახვედროთ მენტალურ შიმშილს, იმიტომ რომ მენტალურ შიმშილს რაღაც დრო ჭირდება, რომ ჩვენი სტრესები და ჩვენი გარე ფაქტორები, რომელიც ჩვენზე მენტალურად ზემოქმედებენ, ესენი ნელ-ნელა უნდა მოვაგვაროთ, იმიტომ რომ ფაქტია, რომ მთლიან ყოფას გვირევს ეს ყველაფერი, ხო? მაგრამ ჩემზე რაც არის დამოკიდებული, ყველა ვარიანტში უნდა მოვაგვარო სამი ძირითადი კვება. აქ უნდა იყოს აუცილებლად კვების დაგეგმვაც, მენიუს გაწერაც, სამსახურში კონტეინერებით აუცილებლად სიარული და კვების საათების წმინდად გადაქცევას.